როდესაც ეს ვიდეო დაიდო, მე გამოჩნდნენ ჩემი ნათესავების, ჩემი ძმაკაცების, რა ყველა. მამა ჩემი და დედა ჩემი რომ დაშორდნენ ერთმანეთს 4 წლის ასაკში ვიყავი მე. ქუჩაში აღმოჩნდი და აი რო არაფერი არ შემეძლო უკვე რომ გამიკეთებინა. იმედი დავკარგე უკვე. აღარ მქონდა იმის იმედი რომ რაღაც მექნებოდა ან გავაგრძელებდი თუ არა უკეთეს ცხოვრებას, უბრალოდ იმედი მქონდა დაკარგული. წელიწადის ნახევრის უკან მუშაობდი მე სპარში. მოხდა ისეთი რაღაცა ეს ქურდობები რო იყო და ისინი შემომთავაზეს ასეთი რაღაც რომ ანუ მეც უნდა ყოფილიყავი, დაცვაც უნდა ყოფილიყავი, კონსულტანტიც მე უნდა ყოფილიყავი, მოლარეც. ნუ ყველაფერი მე უნდა გამიკეთებინა. ერთი სიტყვით როცა ქურდობები მიდიოდა ხოლმე მითხრეს რომ პოლიციაში უნდა დამერიკა. მე ამაზე უარი უთხარი და ამიტომაც მითხრეს რომ თუ არ გინდა წადი. მერე ისე მოხდა რომ ფირა გამიზარდეს. ნუ მოხდა ესე რომ მეგობრებს, ძმაკაცებს დაუკავშირდი, მაგრამ უარი თქვეს ჩემზე. ამიტომაც აღმოჩნდი ესე ქუჩაში. მერე ეს ფეხის პრობლემაც რომ მქონდა უკვე ისეთ მდგომარეობაში ვარ ეხლა რომ დავდივარ ჩუსტებით. და რავი, ესე აღმოჩნდი ესე ქუჩაში. ერთი კვირის განმავლობაში მე ვფიქრობდი იმაზე რომ დავჯდე თუ არა თქო რომ ეს მოწყალება მოვითხოვ. უბრალოდ ამაზე მცვენოდა, მაგრამ უბრალოდ ძალიან მშიოდა უკვე, ძალიან შევწუხდი მართლა. ამიტომაც მომიწია მან დაჯდომა. ცოტა ხნის მერე უკვე რო გავიდა უკვე ეს წელიწად ნახევარი და ერთი კვირის მერე ნათია შემხვდა. სულ შემთხვევით შემხვდა ისიც. მოვიდა ჩემთან, შემომთავაზა ვიდეოს გადაღება. მე არ უთხარი უარი. ჩვეულებრივად გადავიღეთ ეს ვიდეო, მაგრამ არ მქონდა იმის წარმოდგენა თუ მოვიდოდა ისე. სადღაც 3 დღის მერე ისევ მივედი იმ ადგილას და მაგ დროს მოვიდა ნათიაც. მითხრა რომ შენთვის ფული შეგროვდა, სადაც შეგიძლია სასტუმროში გაჩერდე ცოტა ხნით. მერე კი ბინას მოგინახოთ და ჩვეულებრივად ბინაში იცხოვრ. ეხლა კი აქ ვარ. მეგობრების დაკარგვა როგორც ყოველთვის ხდება ხოლმე, ხა ისარგებლეს იმით, რომ გამოუყვანე მანქანა. მან ჯანმრთელობის მხრიდანაც ცესხები გამოვიტანე, სადღაც 13,000 ლარამდე მქონდა ვალი. ამის გამო დამკარგეს, ზურგი მაქციეს. ცუდად იმოქმედა კი, რა თქმა უნდა, მაგრამ უბრალოდ საკუთარ თავსაც არ უპარტიობ მაგას, რომ აქამდე რატო არ მივხვდი ეს, რატო ვერ შევამჩნიე ის, რომ არამედ ფულით სარგებლობდნენ ჩემთან და არა ისე, როგორც საჭირო იყო და აი ეს მიზნები ბევრი მაქვს, მაგრამ ეხლა მინდა რომ კულინარია შევისწავლო. პირველ რიგში ეგ არის ჩემი ბავშვობის ოცნება. მინდა რომ ჩემი საკუთარი ბიზნესი წამოვიწყო. ნებისმიერი ადამიანი არის ისეთ მდგომარეობაში, როგორც მე ვიყავი. ჭირდებათ ეხლა საკვების ფული, ან წამლების ფული. ჯანმრთელობის მხრიდან რო ვაწუხებთ, უწევთ ესეთ მდგომარეობაში ყოფნა. ამიტომაც ყველამ უნდა დაეხმაროს, როდესაც გვერდს გავული, არ უნდა გქონდეს იმის იმედი, რომ აი მე ფული არ მაქვს, უბრალოდ მიდი და გაესაუბრე. მისალმებაც კი საკმარისია ადამიანისთვის, იმიტომ რომ ის შეუმჩნეველი არ უნდა იყოს. თუ ამჩნევ, მიდი იმასთან, მიესალმე, ესეც საკმარისია.